ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ნოდარ დუმბაძის რომანის კუკარაჩას მიხედვით დადგმული ერთმოქმედებიანი სპექტაკლის პრემიერა შედგა. როგორც დამდგმელი რეჟისორი გიორგი სიხარულიძე აცხადებს, სპექტაკლი 4 კაცის მონათხრობით არის დადგმული და მას რექვიემი უწოდეს. სპექტაკლის პრემიერა სამტრედიის თეატრში შედგა და მასში მონაწილეობას ლადო მესხიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი ენდი ძიძავა, ნანუკა კუპატაძე, გაგი შენგელია და რეზი ქაროსანიძე იღებდნენ. ეს არის კლასიკა, ეს არის გენიალური მოთხრობა ჩვენი კლასიკოსის ნოდარ დუმბაძის და აი გადავწყვეტეთ, რომ ცოტა უცნაური ფორმით რექვიემი უწოდეთ ჩვენ მას და 4 კაცის მონათხრობი ისტორიით დაგვედგა ეს სპექტაკლი. Როდესაც განაწილდა ეს პიესა, თავისთავად მოვიაზრებოდი ანიკო დეიდაში, იმიტომ რომ ასაკი მაქვს ესეთი, მაგრამ რეჟისორის გადაწყვეტილება მომეწონა, ვინაიდან რაღაც რამოდენიმე გმირი გაერთიანება მომიწია და თავისთავად მე ვფიქრობ, მე კი არა დარბაზში მყოფი ძალიან ბევრი ქალი ყველა პუნქტში და ყველა გმირში ნახავდა, ჩემს გმირში ნახავდა ალბათ მსგავსებას, იმიტომ რომ იქ არის ქალი, დედაქალი, რომელიც ყოველჯერზე დამრიგებლურ პოზიციას იჭერს ახალგაზრდასთან, არის მარჩიელი თითქოს, მაგრამ ცხოვრება გამოვლილი დაღლილი ქალი, არის ჭორიკანა, რომელიც ბლომად არის ეხა ჩვენს ირგვლივ და არის პრინციპში პატარა ნაწილი რაღაც მოსამართლის. ყველანი ვართ ესეთები, ანუ სხვის ცხოვრებაში სხვის ვყავთ, ვარიგებთ, ვჭორაობთ, რაღაცა ვასამართლებთ და არის რა თქმა უნდა არის. ბევრი არის ამ 4 გმირში ჩემი რაღაც. რეჟისორ გიორგი სიხარულიძის თითქმის ყველა ნამუშევარი ვიცი, რაც ჩვენ ქალაქში გააკეთა და რაც თბილისში გააკეთა, ძალიან ბევრი და ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარი. ახლა კუკარაჩა ლამის უკვე ქართულ კლასიკათაა აქცეული და ყველა მზეპირად ვიცით, ყველა ფრაზა როგორც წესი დუმბაძის ნებისმიერი ნაწარმოები, ეს იყო ძალიან საინტერესოდ გადაწყვეტილი და მე ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა ნახოს ეს და ძალიან მიხარია, რომ სცენაზე ვიხილე პროფესიონალი მსახიობები, გემოვნებით კარგად გაკეთებული სპექტაკლი.